ცნობები ალ-შიშანის სიკვდილის შესახებ რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული არ დასტურდებოდა. ვინ არის ჟღალი გენერალი, რომელიც $5 მილიონ დოლარადაა შეფასებული? როგორ იხსენებს თარხან ბათირაშვილს იგივე ომარ ალ-შიშანის მშობელი მამა? მას ჩვენი კორესპონდენტი ერეკლე ცოცანიძე შეხვდა, ვნახოთ სიუჟეტი. თარხან ბათირაშვილის იგივე ომარ ალ-შიშანის სახელი კარგად არის ცნობილი როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ სამყაროში. იგი ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი და ღერძია. მასზე წერს მსოფლიო მედია და ჟღალი გენერალი $5 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ცნობები ალ-შიშანის სიკვდილის შესახებ რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული არ დასტურდებოდა და ბათირაშვილის ახალი ვიდეო მიმართვებით ვრცელდებოდა, საიდანაც ის ყველაზე ხშირად ჩეჩნეთის და რუსეთის პრეზიდენტებს ემუქრებოდა. უცხოური მედიის ცნობით, ალ-შიშანს გადაწყვეტილი აქვს იბრძოლოს მანამ, ვიდრე ჩეჩნეთი რუსეთისგან დამოუკიდებელი არ გახდება. აღნიშნულს ის საკუთარ მიმართვებშიც ხშირად ადასტურებს. მანამდე კი ვიდრე თარხან ბათირაშვილი მსოფლიო ტერორისტი ალ-შიშანი გახდებოდა, ის ახმეტის რაიონში პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა. ჟღალი გენერალი 1986 წელს ქრისტიანი მამის და მუსულმანი დედის ოჯახში დაიბადა. ჰყავს უფროსი ძმა თამაზი, რომელიც ასევე სირიაშია მასთან ერთად. მეუღლე და 2 შვილი. როგორც თარხანის მამა ჩვენთან საუბარში იხსენებს, ჟღალი გენერალი არაფრით გამორჩეული ბავშვი იყო. უყვარდა წიგნების კითხვა და საკმაოდ კარგად სწავლობდა. არ უყვარდა იარაღით თამაში და იყო ბუნებით მშვიდი და შემწყნარებელი. კაი ბალღი იყო, ჩვეულებრივი ბალღი იყო, არ იყო ცუდი ბალღი. სწავლითაც ძალიან კარგად სწავლობდა სკოლაში შეგმიდან. ძალიან კარგად სწავლობდა, ჭკვიანი ბავშვი იყო. არ იყო ცელქი, ესეთი მოუსწვენა არ ყოფილა. სკოლის დამთავრების შემდეგ თარხან ბათირაშვილი ქართულ ჯარში წავიდა, სადაც კონტრდაზვერვის ოფიცერი გახდა და 2008 წლის აგვისტოს ომში აქტიურად მონაწილეობდა. შემდეგ ტუბერკულოზით დაავადდა და კურნალობის კურსს გადიოდა. კურნალობის დასრულების შემდეგ კი ქართულ არმიაში ეგრეთ წოდებული მუხროვანის ამბოხის მონაწილეებთან მეგობრობის გამო აღარ დააბრუნეს. მაგის ამხანაგები ზოგი ჭკვირიალაშვილი აგეთიანი ჯაზე მოკლეს. მეორე არაბიძე ციხეში გამოამწყდეს. ემას ვიღა მიუშვებდა სამხედროში. მით უმეტეს მაგათ საუდო კუჩში მსახურობდა, მაგათ საუდომლოებები რო იცოდნენ, ესეთ ხალხს პოპდნენ ეგენ. აბა თუ ღმერთი გწამს. თუ კი არ შეიძლებოდა მაგის სამსახური და არ შეეძლო, მაიქ როგორ გამსახურობს. თარხან ბათირაშვილის მამას შვილთან კონტაქტი ბოლო 3 წელია არ ჰქონია, თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ცოცხალი და უბნებელია. 3 წლის წინ იყო თუ 4 წლის წინ ერთხელ დამელაპარაკა და ეგ იყო და ეგ. სხვა მე ეგ არ დამლაპარაკებია. აქ რო გამოაცხადეს დაჭრილია გაბელი ქუჩაში, რომ ნეტა არავინ შემხვდება ისეთი. და იქ ვიღაცა შემხვდება. რაშიაცა? ეგრე ტელევიზორში გამოაცხადეს მეთქი ბომბიოშკაში მოყოლა დაღუპილა ვიძახენ. რას ლაპარაკობ შენო? არ დაიჯეროს, ყველაფერი ტყუილიო. ჩემ განიცოდო მითხრე მაგ ბიჭმა ახალგაზრდა ბიჭო. მე ვიციო რომ გაფხაჭნულს არაფერი აქვს შენ ბიჭო. ნუ მოკდარი კი არა არ დაჭრილია რო. ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვა ვარაუდობს, რომ სირიაში მიამბოხეებთან ერთად 17000 უცხოელი იბრძვის. მათი ნახევარი დაჯგუფება ISIS-ის ფარგლებში ომობს. რუსი ოფიციალური პირების მიხედვით, მათ შორის დაახლოებით 1000 ჩეჩენია, ჩრდილოეთ კავკასიიდან ან ევროპიდან. ბევრმა ჩეჩენმა თავშესაფარი საბჭოთა კავშირის დაშლისა და ჩეჩნეთის კონფლიქტის დროს ევროპაში მიიღო.